თუ გაინტერესებს როგორ დავსაქმნი ნიუ-იორკში, აი ესეთ კომპანიაში, მაშინ ეს ვიდეო შენთვის არის. მოგესალმებით მეგობრებო. ბევრი მეკითხებით თუ რას ნიშნავს MSX-ი, რატომ აქ ამდენი დრო, რომ დავსეირნობ და ვიდეოს ვიღებ, სად მუშაობ და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ვიდეოში გავცემ ყველა კითხვას პასუხს, ასევე ვილაპარაკებ როგორია ნიუ-იორკში სამსახურის ნახვა კომპანიაში, სწორედ როგორ უნდა გააკეთო თქვენი რეზიუმე და ჩემს გამოცდილებას, 3 წლიან გამოცდილებას გაგიზიარებთ კომპანიაში მუშაობის. გიორგი მესხორაძე და აქედან წარმოიშვა MSX-ი, ანუ შემოკლებით ჩემი გვარი. ვარ 35 წლის და 3 წლის წინ ჩამოვედი ამერიკაში. უკვე მესამე წელია მუშაობ კომპანიაში. ყველა ჩემი სამსახური ვიპოვე ჩემი რეზიუმეთი, ჩემი გამოცდილებით და ინდიდით ყველას დახმარების გარეშე. ეგრეთ ცნობილი ნაცნობების დახმარების გარეშე. იმ კითხვაზე თუ რატომ აქ ამდენი დრო და ვიდეოები გადასახებ რომ შეინობ ხოლმე, ჩემი სამსახური არის ჰიბრიდული. ეს ნიშნავს რომ კვირაში მუშაობ 3 დღე ოფისში, 2 დღე ვარ სახლიდან და მუშაობ დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შენს ასევე გინდა და უკვე ცდილობ სხვადასხვა კომპანიაში მოხვდე Indeed და LinkedIn-ის დახმარებით და გასაუბრებებზეც არ გირეკავენ. ჩემი აზრით 90% ეს ხდება იმიტომ რომ შენი რეზიუმე აღждდება ამერიკულ სტანდარტში. რეზიუმე უნდა იყოს მაქსიმუმ 2 გვერდიანი და სპეციალური ფორმა არსებობს ამათი. ესე იგი ახლა მუშაობ კომპანიას ქვია Department of Health and Mental Hygiene. ეს არის ნიუ-იორკის ერთ-ერთი agency. აი ეს კორპუსია, სადაც ჩემი ვნახე სამსახური, ჩემი რეზიუმეთი, ჩემი გამოცდილებით, გასაუბრებით და ინდიდის საშუალებით. ესე იგი, როგორც უკვე გითხარით, მესამე კომპანია ეს ჩემი ამერიკაში, 3 წელს ჩამოვედი და დავიწყე ეგრევე კომპანიაში მუშაობა. ეს კომპანია არის Department of Health and Mental Hygiene, არის ნიუ-იორკის ერთ-ერთი agency-ს ეძახიან, რომელიც სხვადასხვა სერვისებს უწევს ნიუ-იორკ სიტის. და ერთ-ერთი სერვისი, ერთ-ერთი დეპარტამენტი, სადაც მე ვარ, არის IT-ის მიმართულებით და მე ვმუშაობ IT-ის შესყიდვების მიმართულებით. როგორც უკვე გითხარით, ეს სააგენტო უწევს მომსახურეობას IT მიმართულებით. ეს არის სახელმწიფო ორგანიზაცია, ფინანსდება ნიუ-იორკის სიტის და ფედერალური ბიუჯეტის მიერ. და სხვადასხვა ნიუ-იორკის სააგენტოებს უწევს IT მომსახურებას. მოდით ყავა ვიყიდოთ, თან მოგიყვებით უფრო დაჭრილებით რა და როგორ. Okay, let's go. და თუ ეძებ სამსახურს ეგეთ კომპანიაში და გასაუბრებას არ გირეკავენ, ეგ არის TV-ს ბრალი, იმიტომ რომ დღესდღეობით ნიუ-იორკში მით უმეტეს ერთ ვაკანსიაზე 10,000-ზე მეტი აპლიკანტია. როგორც იცი, ნიუ-იორკში არა მარტო სოფლიოდან, არამედ სხვა შტატებიდან ჩამოდიან და ძალიან დიდი კონკურენცია. ამიტომ უკვე გადავიდა შერჩევა AI-ის დონეზე და შენი CV არის მნიშვნელოვანი და პირველი ეტაპი გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 12 წლიანი გამოცდილება მაქვს შესყიდვების მიმართულებით და მიმუშავია ეგეთ კომპანიებში, როგორც არის British Petroleum, BP, იტალიური კომპანია Astaldi და ბოლო ჩემი სამსახური იყო ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია Geostar, სადაც საოპერაციო დირექტორის როლი მეკავა. ამერიკაში ჩამოვედი ცოტა სირთულეების შემექმნე, იმიტომ რომ აქ ამერიკული კომპანიები და ნიუ-იორკში
არ აქცევენ დიდად ყურადღებას შენ ქართულ არც დიპლომს, არც განათლებას და არც სამწუხაროდ სამუშაო გამოცდილებას. ანაზღაურებას. მაგაზე მინდა ცალკე ვილაპარაკო, იმიტომ რომ არავინ არ მოგატყუოთ, რომ კომპანიაში თქვენი საწყისი ხელფასი 100,000 ან მეტი ან 150,000 დოლარი იქნება. ეგ არის ზღაპარი რა. საწყისი entry level-ის პოზიციები, სადაც შეგიძლიათ მოხვდეთ, როგორც წეგან ვახსენე, აქ სამწუხაროდ ჩვენი გამოცდილება და ჩვენი განათლება არავის არ აინტერესებს, იმიტომ რომ შენ უკვე პირდაპირ კონკურენციაში შედიხარ ამერიკელებთან, სხვა შტატებიდან ჩამოსული ამერიკელებთან, რომლებიც უკვე სერიოზული უნივერსიტეტები აქვთ დამთავრებული. თავიდან კომპანიაში შეიძლება არ არის ბევრი ფული, ეს არის long run, ანუ გრძელვადიანი გათვლაა რა. შენ შეიძლება დღეს ადამიანი Uber-ზე, DoorDash-ზე, მომვლელა და ასე შემდეგ აკეთებდე ბევრად მეტ ფულს, მაგრამ კომპანიაში მუშაობა ნიშნავს, რომ ვითარდები, რაღაც ახალს სწავლობ და ცხოვრობ. იმას გულისხმობ, რომ გაქვს შენთვის დასვენების დღეები, გაქვს სიკვდეები, ანუ სიკვდეი ნიშნავს, რომ შეგიძლია აიღო რაღაცა სულად გახდე, ანაზღაურებადი სიკვდეი. ამიგეთ სულად გახდე დარჩი სახლში. გაქვს სხვადასხვა ბენეფიტები, გაქვს 24 დასვენების დღე წელიწადში. და იმას ნიშნავს, რომ თუ ნელ-ნელა შენი შრომით, ცოდნით, კომუნიკაციით ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ის რა არის, ამერიკაში ძალიან მაგრამ მუშაობს ნეტვორკინგი. ესენი ნეტვორკინგს ეძახიან იმას, რასაც ჩვენ ნაცნობობას ვეძახით. ანუ აქ თუ ნაცნობი ყავს და კომპანიაში მიგიყვანა, ჩათვალე 50% წინ ხარ ბევრ ადამიანზე, ვისაც ნაცნობი არ ყავს. აქ რო იცნობ ხალხს, ნეტვორკინგობ, სხვადასხვა მომწოდებლებთან, კომპანიებთან ურთიერთობა გაქვს და ვიღაცას მოეწონები თავისთან წაგიყვანს, ეგრე ნელ-ნელა შეიძლება მართლაც ახვიდე 150,000 დოლარზე, ან თუნდაც 200,000 დოლარზე წელიწადში და ეგ უკვე ისეთი ხელფასია და ისეთი დონის კომპანიაა, რომ შენ თლიან ცხოვრებას გიცვლის. entry level-ის ხელფასი კომპანიაში იქნება ალბათ 50-65,000 დოლარი მაქსიმუმ. მაგრამ ამას აქვს თავისი დიდი პლუსი, როდესაც კარგ კომპანიაში შეძვრები და იქ უკვე ხარ რამოდენიმე წელი, შენ უკვე იღებ ამათ გამოცდილებას, გეწერება ამათი გამოცდილება, უკვე შენი CV-ს მეტი და მეტი ძალა ემატება, ასევე უკვე იცნობ ამათ შინაგან კულტურას, კომპანიას, ოფისს, გამოცდილებას, ყველაფერს და ნელ-ნელა ხელფასის გეზდება, შეგიძლია თვითონ კომპანიაშივე ახვიდე ზევით, ან უკვე მოძებნო უკეთესი პოზიციები. გადად, ნიუ-იორკში ძალიან რთულია კერძო კომპანიაში მოხვდე. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, იმიტომ რომ აქ სახელმწიფო კომპანიაში მარტივად შეძვრები უფრო, მაგრამ კერძო კომპანიაში ძალიან რთულია. მე ჩემი გამოცდილებიდან არც ერთმა კერძო კომპანიამ არ დამირეკა გასაუბრებაზეც კი მხოლოდ ერთის გარდა და ეს იყო ერთ-ერთი ძალიან წარმატებული და მაგარი AI და data centers კომპანია, რომელიც აშენებს დიდ data centrებს. ბოლო ეტაპზე გასაუბრების ველაპარაკე გენ დირექტორს, მაგრამ სამწუხაროდ ისევ ამერიკელი არჩიეს და ის აიყვანეს. და მანდაც კი entry level-ის ხელფასი იყო 85,000 დოლარი, მაგრამ იქ იყო ძალიან მაგარი ბენეფიტები რა. ამიტომ ჯერ უნდა დაიწყოთ ჩემი აზრით, როგორც მე დავიწყე, უნდა დაიწყოთ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, იმიტომ რომ აქ ბევრად მეტი შანსია და ბევრად მე რაც გასაუბრები მქონია და დამიჯერეთ ძალიან ბევრი გასაუბრები მქონია ნიუ-იორკში, ყველა 99% იყო სახელმწიფო სტრუქტურები. ხა სადაც ვიმყოფები და სადაც ჩემი სამსახური, ეს არის Long Island City, Queens-ში ერთ-ერთი საუკეთესო
ადგილი, სადაც მანჰეტენიდან, ლექსინგტონიდან ერთი გაჩერდება. და ამას ეძახიან მინი მანჰეტენს. ძალიან მოხდილი და ძალიან მაგარი კომპანიებია და ძალიან მაგარი ადგილია. თავიდან რომ ჩამოვიდი ამერიკაში, ბრაიტონზე დავდიოდი და $50 მომყიდეს ინდიძე დადებული ვაკანსია. და გაზეთებში ვეძებდი ვაკანსიებს. სიგიჟე, მაგრამ რატო ხდება ეს ყველაფერი? იმიტომ რომ ინფორმაციული ვაკუუმია. როცა ჩამოდიხარ, არავინ არ ხვდება, არავინ არ ყავს და შენი ცდილობ ყველაფერს და არავინ არაფერს არ გეუნება, ძალიან რთული გზის გამოვლა გიწევს. და მინდა ჩემი გამოცდილება და ინფორმაცია გაგიზიაროთ, რა და როგორ ხდება, რომ თქვენი იქნება ეს პირველადი ნაბიჯები, თუ შუაში ხართ, თუ ბოლოში ხართ, თუ სად ხართ, გაგიადვილოთ. რომ იცოდეთ რა და როგორ. გაინტერესათ ჩემა ვიდეომ, ამ ვიდეოების და ზოგადად YouTube-ის არხის გაკეთების მიზანი ის არის, რომ მეტი ინფორმაცია გავრცელდეს ქართველებში და არ იყოს ეს ვაკუუმი რა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ჩამოვდივართ და მე დღემდე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ინფორმაციას არავის არ უზიარებს, პირიქით ვაკანსიებს ყიდიან და მე მოკლედ სასწაული ამბავი ხდება რა. ამიტომ თუ მოგწონთ ესეთი ვიდეოები, მინდა არა მარტო სამსახურებრივად შევეხო ამერიკას, არამედ შემდგომ ვიდეოებში მინდა ვილაპარაკო ემიგრაციაზე, როგორ კეთდება საბუთები, რა არის მწვანე ბარათის ასაღებად საჭირო, როგორ ავიღოთ სოციალი და ვორკი და ბევრი სხვა თემა, რომელიც უკვე მე ჩემით გამოვიარე და ბევრი რაღაც გავაკეთე, ესეც მინდა გაგიზიაროთ. მოკლედ თუ მოგწონთ ეს ყველაფერი, ხო გამოიწეროთ არხი, დაალაიკოთ, დააკომენტაროთ, ასევე შეგიძლიათ დააკომენტაროთ რა გაინტერესებთ სამსახურებთან დაკავშირებით და ან ვიდეოს ჩავწერ, ან პასუხსაც გაგცემთ რა.